გამარჯობა მეგობრებო, დილომშვიდობისა. ეხლა არის თურქეთის დროით 8 საათი. კირას როგორც ხედავთ ზინავს. უნდა მოწესრიგდე და გავიქცეთ გვაქვს ლექცია. დღეს გადავიღებ YouTube-ზე vlogs. იმიტომ რომ დიდი ხანი არ გადაგვიღეთ რაღაცნაირად გუშინ კეთო მითხრა რომ სასწრაფოდ vlog-ი გადავიღოთ YouTube-ზე, არ გადაგვიღეთ დიდი ხანია და მეთი გადავიღოთ. ძალიან მიყვარს ეს შესაძლებლობა, იმიტომ რომ შემიძლია რომ უსაზღვროდ ბევრი ვლაპარაკო, ყველაფერი მოგიყვეთ და რაღაცა თქვენც გემრიელად უყუროთ ჩვენს დღეს. ჯავახა იხა მიღებს, წამოფრინდა ჩემ აღვიძარაზე და სავარაუდოდ აღარც დაიძინებს. კირეს კიდე რაც ჩამოვედით იმის მერე ხან ძინავს, ხან აუზზე, ამიტომ თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს და ერთ-ერთი პირველი დღეა, როდესაც ცალკე ძინავს, იმიტომ რომ ყოველთვის ჩვენთან არის ხოლმე ძირითადად სასტუმროებში და რაღაცნაირად დღეს ვიგრძენი, რომ უკვე ჩემი შვილი გაიზარდა. მოდი ახლა ცოტა მოვწესრიგდეთ და წავიდეთ ეგრევე ქვევით კაფეტერიაში, სადაც ავიღებ ყავას, წყალს და ალბათ მოვიმჯდები გემრიელად. Let's go. მოდი ოთახსაც დაგათვალიერებინებთ ბარემ. თემიც როც უნდა, რომელსაც თმები შევაღებეთ. წავედით აქეთ. ეს არის კირას ბაჭია, რომელიც ჩემ მეგობარმა აჩუქა. აი, საოცარი წიგნი, ძალიან მიყვარს. მირჩია დათო გორგელაძე, იმიტომ რომ მასთან კურსი გავიარე და რაღაც წიგნები გვირჩია და მე რა თქმა უნდა ყველა ინფორმაცია შევისრუტე. ეს არის ჩემი წიგნი, ხა რის ლექციას მაქვს ინგლისურის, დავდივარ ბრიტანულ ცენტრში და ვარ მეხუთე stage-ზე, ვამთავრებ სხვათა შორის ხა მეხუთე stage-ს და ნუ ქვევით არის ჩემი უნარების წიგნი. წამოვიდეთ აქეთ. ეს ყავა, ანუ არ დამილევ და არც არასდროს არ დავლევ. უიქ. აპარატიც ყოფილა, მაგრამ რეალურად იმდენად დიდი მრავალფეროვნება გვაქვს ქვევით ყავის, რომ აქ რატო უნდა დავლევ არ მესმის. აქ არის ჩემი თავის მოვლის საშუალებები, ჩემი კრეატინი, ეს არის ჩემი ვიტამინები. უნდა არ ვაახოთ არ დამილევია რაღაც პერიოდ დავავისქენი, ჩავაგდე და ეხლა კიდევ უნდა გავაგრძელო. ეს რაღაც კირას სათამაშოა, ჩემი სათვალეები. ეს არის ჯავახასი. ეს არის კირას. ჩემი შტატივი, ამაში მიდევს ჩემი მაკიაჟის რაღაცეები. ჩემი სამი ჩანთა, რომელიც წამოვიღე, ეს შემთხვევით აღმოჩნდა დიდი ხანი აღარ მკეთებია. ესე ჩემი სიმამაზეების გაჩვენეთ, აქ თმისამაგრები გვაქვს. ორი სუნამო. ესე ჩემი ტანის კრემი, კირას ტანის კრემი. ეს რა არის? ეს არის თმის დამოვიწყო რა ქვია. treba დავცა. აი ესე. წავედით, გავაგრძელეთ გზა. ესეთი ამბები გვაქვს, აუ, რო გითხრათ, რომ ხა იდეალურად შევალაგეთ ხო მოგატყუებთ, მაგრამ აი ესე არის. ამდენი ტანსაცმელი ხალხნა. 5 დღეში რა თმინდა, ნუ არა ვარ ადეკვატური და ეგი ხარ იქნება თქვენთვის ისაც სიახლე რა თმინდა ამდენი ტანსაცმელი შეხედე ერთი კარგი ტანსაცმელი ეს არის მარტო კირასი ეს ყველაფერი ჩემია შეიძლება ბაზარსაც გაჩვენოთ მაგრამ ესენი არის კირას კუპანიკები და ძალიან კაი რა ქვია დავავიწყდა კამერა ვერ ვაზროვნებ აი ესე ვარ დილაობით რა ვერ ვიხსენებ აი ახლა კამერა ვერ გავიხსენებ ვერაფერს აქ არის ჩემი ხალათები ესეთი ლომეზი ნუ როგორც იცით მე საერთოდ ობსესია მაქვს ხალათებზე პიჟამოებზე და ყველაფერს მსგავსზე ნახოთ აქ რა გვაქვს აქ მაქვს წამლები ეს არის კირას სიცხის დამწვენი უკვე წამლებია ჩემი დასაბანი თმის ესე დასაბანია ეს არის კირას ვარდისფერი ტონიკი კიდევ ერთხელ უნდა გადაუსვო
ეხლა უცებ წყალი სახეზე შევისხეთ, მოწესრიგდეთ კირა და დავბრუნდები. ჩავიცვათ. გავუმზადოთ კირას ჩანთა, რომ ზევითქვევით სირბილი არ მოგვიწიოს. კუბანიკები არის, ქუდი, მზის დამცავი, კამერა აბაზანაშია და ზევიდან ესეთი უსაყვარლესი ორეული. აჰა. ამას კირა რო გაიღვიძებს, ჯავახად ჩააცმევს და ისე ჩამოიყვანს. ეხლა ჩავიცვათ ჩვენს. ისე რომ თან კომფორტულად ვიყოთ, თან აუზზე ჩავიდეთ, მე აუზიდან საჭმე რომ მოგვინას იქაც შევიდეთ და მოკლედ ყველანაირად. თან კომფორტულად რომ ვიგრძნობთ თავი. ნახოთ რა გამოვა. ესე იგი, პირველ დღეებში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, როგორი საზრო კოსტუმით მივიღებთ ზაკარს. რადგანაც თუ ჩვენ ჩავიცმევთ დიდ საზრო კოსტუმს, რომელსაც აქვს რაღაცა დიდი ხელები, ან ისეთი, რომელიც არ იხსნება, ან დიდი ტრუსი და ასე შემდეგ, ჩვენ დაგვრჩება დიდი რაზნიცა, ანუ თეთრი ნაწილები სხეულზე, რასაც შემდეგ დღეებში აუცილებლად მივიხრუკავთ, იმიტომ რომ თუ აქ თეთრი მაქვს, მე მაცვია პატრა კუბანიკი და აქ მზე მერტყმება პირდაპირ, ეგრევე მივიხრუკები მათ, მექნება სხვადასხვა ფერი, ავჭრელდები, რა თქმა უნდა გადამძვრება ტყავი და ასე შემდეგ, ამიტომაც ენდეთ პროფესიონალს და პირველ დღეს შეეცით მაქსიმალურად პატარა საზრო კოსტუმები. მე ვაპირებ, რომ ჩავიცვა ის ყავისფერი და როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნე, ყავისფერი ფერი ძალიან შევიყვარდა. ძალიან. და რა, მგონია რომ ძალიან უხდება რუჯს, მე და საფხულს. მაშ ასე. ერთი ვარიანტი არის ეს. მგონი ძალიან კაი ვარიანტია. მოდი ჩავიცვათ ეს. Let's go. იგი ჩავდოთ ახლა ჩვენი ინგლისურის წიგნი. ჩვენი ობოლე. კუბანიკები მაცვია, პირსახოცი მაქვს. ნუ მექნება. დამტენი უნდა წავიღავ. ნუ მთელი დღისთვის მზად ვარ, აუზზე ვეკდა. ესე იგი, პირველ რიგში ავიღე პირსახოცები და წავალ რამე კარგ ადგილს მოვინიშნავ ჩვენს ულამაზეს აუზზე, იმიტომ რომ მე კაი ადგილები აღარ არის ხოლმე თავისუფალი შუადღეთი და ესე ჯობია. შევარჩევ ახლა საუკეთესო ადგილს ბართან ახლოს, თუმცა რომ გაჩვენოთ როგორ გამოიყურება ჩვენი აუზი. აი, ესეთი არის ჩვენი სასტუმრო. ესე იგი, სანამ ლექციაზე ვიქნები, გავამზადე კაი ადგილი ჩემთვის, საბავშვო აუზთან ახლოს მიმდებარედ, რომ თან კირას ვიყურე და თან გავირუჯო. ეხლა წავედით გემრიელი ყავა მივირთვათ და თუ რამე გემრიელობა, მაგრამ არა მგონია, მირჩევნია რომ უზმოზე ვიყო. და მხოლოდ ყავა და წყალი მივირთვა და შემდეგ უკვე საუზმეზე შევუერთდა კირას და ჯავახას. ეს არის ჩემი საყვარელი ადგილი. პირდაპირ აუზის გვერდით, თან დამტენიც აქვეა. მაგრამ მგონი ჯერ არ გახსნილა. და რა უშავს. დღეს არის 4 შაბათი, რაც იმას ნიშნავს, რომ მაქვს ინგლისური საქართველოს დროის 10-ზე და აქაურ დროის 9-ზე და შემდეგ მაქვს უნარების ვერბალური ნაწილი. ჩამიტარდება მხოლოდ 4 გაკვეთილი. ამიტომ არ მინდა რომ გავაცდინო და მოკლედ დღესაც აუცილებლად უნდა დავესწრო და თან მაქვს დასწარი 4 თემა და მოკლედ დღეს ალბათ აუზზე ან რაღაცა შუაში როცა შევისვენებ მზისგან აუცილებლად უნდა ჩავჯდე და ეგეც დავწეროთ 9-ის ნახევარზე მაქვს ეგ ლექცია. ანუ აქაურ დროის 8-ის ნახევარზე. ესე ვარ. ვერ გამოფხიზდი ჯერ, იმიტომ რომ ანუ აი ფრენის ღამეს ნორმალურად არ გვიძინია 4 საათზე გავიყვდეთ ფაქტიურად. ვსა, ავიღებ ახლა კურსისმენებს, მოვჯდები და დაიწყება ლექციაც 2 საათი გვაქვს. 10 წუთიანი შესვენება მაქვს ახლა ლექციაზე და გავდივარ რომ საუზმე მოვასწრო. და ალბათ საუზმედანაც მომიწევს ჩართვა ცოტა ხანი, სანამ დავასრულებ კურსს და
მე გავაგრძელებ ისევ. ესე იგი აქ მაქვს ფახლავა თურქული, ამერიკანო და ვაგრძელებთ ლექციას. ესე იგი ესე მაქვს ჯერ 50 წუთიანი ლექცია, მე 10 წუთიანი შექმნა, მე ისე 50 წუთიანი და ამ 10 წუთში კვერცხი რო გადავყლაპე, აი აქ მადგას, ოღონდ მართლა და ეხა ლექციასთან ერთად პარალელურად ამერიკანოს და ფახლავად შეიძლება. მორჩი ლექციას როგორც იქნა. ეხლა ჩვენთან არის 11 საათი. და გამოვედი, რამდენიმე ზარი უნდა განვახორციელო საქმიანი და დავისვენო, ჯერ არ ვაპირებ დავალების დაწერას. შუა დღით უსე ტელეფონიც დამიჯდება და ცოტა ისე რაღაც სიგრილეში მოჯდომა მომიდება და მზე დამღლის. მაგროს გამოვალ და დავწერ დავალებას. მანამდე ახლა წავიკითხავ წიგნს, დაურეკავ ვიღაცებს, ვისანაც საქმე მაქვს და ვისიამოვნე პაუზით. ესენიც მოვიდნენ. Ქსად ხარ? მათ ბაზე. რატო ბაზე შვილო ტბა არის გარეთ? ნახე რა მაჩუქან. ვი? ჯანგუზმა. ჯანგუზი ვინ არის დე? კიბეზე იყო. ოკეი. კაი, მოდი ახლა დამცავი წავისვათ და ჩახტი აუში, ოკეი? კაი. ჯერ ჭამოთ რა არ გადნეს. ორი ვისტეია? ხა. ეხლა მივიდივარ ბარში, რომ დავლიო უალკოჰოლო მოხიტო. მიუტანა ჯავახას, რომ ცოტა ხანი მაინც დარჩეს ჩემთან ერთად. იმიტომ რომ უკვე ვხვდები გრძნობო ნომერში 100-თვის ემზადება. და მე კიდე მთელი დღე მარტო ვარ აუზზე. მეგობრებო, ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება რომ მოხდეს. აი ისეთ რაღაცები შეიძლება რომ მოხდეს, რასაც ვერასდროს ვერ წარმოიდგენდი და აი მართლა არასოდეს თქვა არასოდეს. ვარ აუზზე. სადაც არის all inclusive და სასმელი არის უფასო და შემიძლია ნებისმიერი სასმელი დავდო და მე ვსვამ უალკოჰოლო მოხიტოს. ხალხო, ანუ ეს ჩვენი ყველას ერთად გამარჯვებაა. ესე იგი, ოჯახი ამიჯანყდა, იმიტომ რომ ორივეს შია და მივყავარ, უფრო სწორად მიმათრევენ საჭმელად. მე არ მშია, მაგრამ ნუ წავყვები, ოკეი, კირას ვაჭმევ გემრიელად. თან გვაქვს შეხვედრა ვიღაც წარმომადგენელთან, ვინც რაღაც ინფორმაციული ნაწილი უნდა გაგვაცნოს. სტუდიაში არ გვაინტერესებს, იმიტომ რომ ვიცით სადაც ვჭამოთ და სადაც გავირუჯოთ და სხვა ინფორმაცია ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა, მაგრამ მაინც ვნახავ ამ ადამიანს და დავწავებ ჩემს ნივთებს აქ, იმიტომ რომ მოbrunდე აუცილებლად ეგრევე. წავედით. ანუ ისეთი კვება არის, რომ აი არ ვიცი ჯავახას რა ეშველება. ეს მათი საფირმო კერძი არის. რამდენს? 10 ვიღებს საკუთარ თავზე. 10 კილოს იღებს საკუთარ თავზე და აქვე დავიწყო ახალი ქმრის ძიება თუ ჩავიდე საქართველოში, აი მაგას ვფიქრობ. ესე გამოიყურება ჩემი მეორე კვება. ქათმის კატრეტებით გრილზე, პიურე, ბოჭკო და ცოტა ყველი, მგონი კარგია. ესე იგი, კირამ გემრიელად მიირთვა. ჩვენ გამოვედით ისევ და ისევ აუზზე. ესეთია ჩვენი სასტუმრო. კიდევ 1-2 სიტყვა გითხრათ მათზეც. ნუ არ არის დიდი სასტუმრო, მაგრამ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, ძალიან. ესე იგი, რაც დრო გადის, უფრო და უფრო მემსგავსები მამა ჩემს. ამოვიჩემე ეს სკამი ჩემ უდიდეს კაფეტერიაში, აი უდიდესი არის მართლა აქაურობა, მაგრამ აი ეს სკამი და ეს ადგილი ამოვიჩემე და სულ აქვსივარ. ეხლა შემოვედი, დავალებას დავწერ, თურქულ ყავას მივირთვევ, დაგათვალიერებინებთ ეხა. ნახეთ, რა სილამაზეებია, მაგრამ ეხა არაფერს არ შევჭამ, იმიტომ რომ
ვახშამი გვაქვს ცოტა ხანში. უბრალოდ თურქულ ყავას დავლევ. ნახეთ რა სილამაზეებია. ერთი დავწერე, ხო მეორე მაქვს დასაწერი. და ტელეფონი მეთიშება. ტელეფონი სულ რატომ მეთიშება? თქვენც ეგრეხეთ იმედი მაქვს, თუ მარტო მე მჭირს ეგ ამბავი. აი, მართლა აღარ შემიძლია უკვე სიცოცხლე. რე გითხარი 1-2 სიტყვა შენ? რასთან დაკავშირებით? ანუ ამდენი ჭამა შეგელია? შემიძლია. ანუ ყველა 15 წუთში ყვება არის უკვე, აი, მოუწყადი. რა შეჭამდე შენ? ატლეტ და? არაფერი არა ჩემი საყვარელი. ამდენ საჭმელში კი რა საყვარელი საჭმელი არ აღმოჩნდა. რაღაცა სუში დღეს არ გვაქვს, ხო? მეც მინდა და სუში. გამოგონი ატრია. ატრია გუშინს იყო. კაი, ჯერ კირას უყოვოთ საჭმელი, თავისი კატლეტი, პიურე, ცალკე არის ისეთი ადამიანებისთვის, რომლებიც დიეტაზე არიან, ანუ მოხარშული წიწებურა, მოხარშული ქათმის ხორცი და კირა მარტო მაგას ჭამს. სხვა არაფერს არ ჭამს ბავშვი. ესეთ რაღაც არ მინახავს, არ ჯასახ რაღაცებს, თავაზობ და არ ჭამს. ეს კარგია თუ ცუდი არ ვიცი. ესე იგი. გადავედით დესერტზე და უცებ ჩემი ლექტორი აგდებს ლინკს. ლექციაზე შევდივარ. გარდა მე ჯავახო ვაპირებდი რაღაცა ხილის სასორტი და ცოტა ღვინოს მოწროყვა და ვინგაცადა. ამოვედით ნომერში დედა მორჩა ლექციას და ეხლა კირა უნდა დაიძინოს. რის გეშინე? გალების. როგორ უნდა მოვიდეს გელი ზღვაზე? უნდა მანქანით უნდა მოვიდეს. გელი მანქანით მოვა? ზღვაზე? ტაქსით. ტაქსით მოვა აქ შენ კარგთან? ი. დედა ვერ მოვამ გელი და მე კიდე შენ ხო იცი კარატე? კარატე არ ვიცი. ხო დადიოდი კარატეზე? ია, ეგრე ხო ებზავე. ესე მიქენ. ეგრე უკენ, დაემშვიდობე მიდი ჩემს მეგობრებსა და კარგად. ძილინებისა. კირა უნდა დაიძინოს და მამას და დედას მაგარი სერიალი აქვს მონახული და ეგ უნდა ჩართონ და უყურონ. ჩემ გარში არა. სინგარისი. მიყვარ ხარ და? მეც მინდა ნახამდის. ორივე უყუროთ. ორივე მოყუროთ? კი. არა, ეხლა კირა უნდა დაიძინოს, იმიტომ რომ ხვალ დილით ადრე საქმეები გვაქვს. ეს არის სერიალი, რომელიც ჯავახამ გააძრო და რა ვიცი, აბა მეგობრებო, ვერ გეტყვით ჯერ ვერაფერს. უყურებთ და გააგებინებთ. კარგად.